Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო. ეს ფოტო გადაღებულია ბორჯომში, როგორც მისი ავტორი ამბობს, და ფოტოზე გამოსახულია სუვენირი, სადაც ჩანს ვლადიმერ პუტინი ბორჯომის პარკის ფონზე. ჩვენ ჩამოვედით ბორჯომში, რომ გადავამოწმოთ, სად იყიდება ეს სუვენირები და რატომ. თავდაპირველად სტენდებთან მივდივართ როგორც ტურისტები ტელეკამერის გარეშე. გვეუბნებიან, რომ ასეთი სუვენირები აქ არ იყიდება, თუმცა ირკვევა, რომ სულ რაღაც 4 დღის წინ ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით მაცივარზე მისაკრობი მაგნიტების შეძენა მარტივად შეიძლებოდა. 3 დღის წინ იყიდებოდა, მაგრამ პრობლემები შეიქმნა მაგის გამო და აღარავინ გამოიტანს მაგას. ერთგან იყო და გაიყიდა სულ. ზუსტად 4 დღის წინ გამოაქვეყნა Facebook-ის მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ეს ფოტო და პოსტი. ეს სუვენირები ვნახე ბორჯომის პარკის შესასვლელში კვირას. როცა გამოველაპარაკე გამყიდველებს და ვკითხე, ასეთ სუვენირებს რატომ ყიდით? სირცხვილი და ქვეყნის უპატივცემულობაა თქო, იცით რა მიპასუხეს? ასეთ ახალგაზრდა გოგოს ეს საკითხი არ უნდა გაღელვებდეს და არც უნდა ბრაზდებოდეო. რუსი ტურისტები რომ მოდიან, არ უნდა ვასიამოვნოთო? ბორჯომი ტურისტების ნაკლებობას ცივამინდშიც არ უჩივის. მათ აქ თბილად ხვდებიან, თუმცა ეგრეთ წოდებული პუტინის სუვენირების გაყიდვას ყველა არ ემხრობა. სტენდებთან ახლა უკვე ტელეკამერით მივდივართ. უნდა იყიდებოდეს ესეთი სუვენირები საქართველოში. ანუ როგორ შეიძლება? სხვადასხვაეს იყო რა ხუში. ესე იგი ლილოში იყიდება. უშიშროება იყო მოსული. იყო მოსული, ჩოლო კითხული და ვისა. მაგათმა იციან, ვისაც ჰქონდა და ჩვენ მე არა მაქვს მოვიდნენ ნახეს რომ ჰქონდა და არც არაფერი მაქვს. კამერების გამოჩენას ყველა მშვიდად არ ხვდება. პანიკა შეიქმნა მაგაზე და არ მაინტერესებს ჩვენა არ გვაქვს და ჩვენ აი ეს სუვენირი იყიდებოდა ამ ტერიტორიაზე. მე რა. პრობლემა არ არის? რა პრობლემა უნდა იყოს? ყველა ყიდის, მარტო ჩვენ ხო არ ყიდით. მაჩვენეთ აბასად არის. ადგილზე ყიდია. ოკუპანტის ფოტო რო იყიდება. არის, მე რა რო იყიდება. და არ არის პრობლემა. მე ისე ვის რუსები. და ჯერ კიდევ არის ეს მცოცავი ოკუპაცია. კი არის, მე რა. წევენ იმ საზღვარი რომ დაარქვეს იმას, ხო? და მაგრო არ გაყიდო მე ვითომ რა. Facebook-ზე გამოქვეყნებულმა ერთმა პოსტმა ამ ეტაპზე სტენდიდან პუტინის სუვენირები გააქრო. რუსი ტურისტები ბორჯომში მათი პრეზიდენტის გამოსახულებას სავარაუდოდ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ნახავენ. თუმცა პუტინის კვალი აქაურ ტყეებში დარჩა. 2008 წლის აგვისტოში რუსულმა სამხედრო ავიაციამ აქ 250 ჰექტარი ტყე სრულად გაანადგურა. ეს უკვე თბილისია. სადგურის მოედანზე მეტროდან ამოსვლისას შეიძლება იფიქროთ, რომ ნოვოსიბირსკში ან ჩელიაბინსკში მოხვდით. აქ ხმის გამაძლიერებელში მთელი დღის განმავლობაში რუსულ ენაზე ცხადდება ლოტოს თამაშის წესები, შემდეგ კი რიცხვები. ლოტოს მოთამაშეთათვის განკუთვნილი დარბაზის პოვნა რთული არ არის. ვითარება ადგილზე იმედის გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ იძაბება. სავარაუდოდ დაწესებულების მმართველის გაღიზიანებას მარტივი კითხვა იწვევს. რუსეთი რო ოკუპანტია? წადი იქ დადექი შვილო. შენ რა იცი ვინ არის ოკუპანტის? როდის დაიბადე? ომს მოსწრები ხარ? შენ ომი რო დაიწყო, საერთოდ დაბადებული იყავი შვილო? იცი რა მოხდა და როგორ მოხდა? იცი რა მოხდა და როგორ მოხდა? არა, უბრალოდ გვაინტერესებს ქართულად არა ცხადე. რუსული ლოტო არის თამაში რუსული არა ხარ შვილოს ისა ჩამოყალიბებული ადამიანი და რუსული ენის გამოყენებას თუნდაც ის ხმის გამაძლიერებელში ისმოდეს კანონი არ კრძალავს. იგივე ეხება სუვენირის რეალიზაციასაც, თუნდაც მასზე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს გამოსახული. ბორჯომიდან მშვიდობით ჩამოვედით. ლოტოს დარბაზშიც ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ დარჩა კითხვა, სად გადის ზღვარი სამოქალაქო თვითშეგნებასა და პირად კეთილდღეობას შორის მცოცავი ოკუპაციის პირობებში.